მე არ მგონია რომ ეს ემოციების ბრალი იყო, ისაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ წინ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან. მე ფიქრობ ეს არის უკვე აჩვენებს, განმეორებითად ხდება ეს უკვე აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენებასთან საქართველოს წინააღმდეგ. გადაშლეთ ნებისმიერ სახელმძღვანელო ჰიბრიდული ომის ტაქტიკები როგორ გამოიყურება და ზუსტად ნახავთ რომ ნაბიჯ ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე NGO. ჩვენ რა ვნახეთ გუშინ წინ ვნახეთ რომ იყო საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, იყო კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები იყო პანიკის შექმნის მცდელობა, რომ მოაწყდნენ თითქოს ჩვენ საზღვარზე, მათ შორის ტყუილის გავრცელებით, მათ შორის ამას ჩართული იყვნენ ზოგიერთი უცხოური მედია საშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები, ამერიკის ხმის ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ Twitter-ის მეშვეობით ავრცელებდნენ ამ ყალბ ინფორმაციას, რომ თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს მოაწყდნენ რუსი მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეები, რაც იყო აბსოლუტური დეზინფორმაცია. ამას მოყვა შემდეგ სოციალურ ქსელში რამდენიმე ასე ვთქვათ აქტივისტის მიერ შექმნა ილუზიის თითქოს რაღაც სახალხო აღშფოთებას ქონდა საუბარი და დაანონსება აქციების და ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მომენტი აქ მნიშვნელოვანი. ქართულმა ხალხმა უკვე დიდი ხანია გაშიფრა რომ ეს არის ერთად შეკრული კასტა ოპოზიციის რამდენიმე NGO-სი, რომელიც ზუსტად ამ ტაქტიკით მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ და ამის პასუხი იყო შემდეგ დაანონსებულ აქციაზე მისული 10 ადამიანი. ეს არის რეალობა სინამდვილეში, არის ვირტუალური რეალობა, რომელიც ჰიბრიდული ომისთვის არის დამახასიათებელი და ამ ტაქტიკით მოქმედი ოპოზიცია და რამდენიმე NGO, რომელიც ყოველ ასეთ შემთხვევაში, ეს პირველი შემთხვევა არ იყო, გაიხსენეთ ნებისმიერ ბოლო წელიწადნახევარში რამდენი შემთხვევა იყო, ერთი და იგივე მატრიცით მიდის ყველაფერი, ხდება კონსპირაციების შემოგდება, ასე ვთქვათ, დაბნეულობის შემოტანის მიზნით, შემდეგ პანიკის აწევის მიზნით ხდება სოციალურ ქსელში ორგანიზებული აქტივობა იმისთვის, რომ შექმნან რაღაც მასობრიობის აღქმა, მაგრამ ყოველ ჯერზე იფუშება ასეთი დამოკიდებულება, ვინაიდან ქართულმა ხალხმა ეს გაშიფრა. და მეორე განზომილება აქვს ამ ყველაფერს, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. ეს ხალხი მართავდა ამ ქვეყანას 2012 წლამდე. ზუსტად ეს ხალხი, რომლებიც ასე ამჩატებულად, როგორც გუშინ აღნიშნა ირაკლი ყობახიძე, ამჩატებული იყვნენ იმ დღეს, რასაც ვაკვირდებოდით. ხო წარმოგიდგენიათ, ერთი რომ რას როგორ მართავდნენ ამ ქვეყანას და მეორე ეს ხალხი ოპოზიცია და ეს NGO-ს წარმომადგენლები, რომლებიც როგორც გახსოვს, ითხოვდნენ მთავრობაში საკუთარ მონაწილეობას, ეს ხალხი რომ ყოფილიყო იმ დღეს საქართველოს ხელისუფლებაში, რა უბედურება შეიძლება დატრიალებულიყო ამ ქვეყანაში. ამიტომ არის ერთი რამ, რომ საქართველოს ნამდვილად გაუმართლა დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ქართული ოცნება, რომელიც ბოლო 10 წელი ზუსტად იმ ასე ვთქვათ მიდგომით, რომელიც მას აქამდე ჰქონდა და ყოველ ასეთ შემთხვევაში ირჩენს, ეს არის დაფიქრებული მოთმინების მიდგომა, როდესაც ხდება ანალიზი და არა ემოციებზე აყოლა. ამიტომ ეს არის მნიშვნელოვანი და ამიტომაც ირჩევს ქართველი ხალხი ქართულ ოცნებას და ამიტომაც ეუბნება ყოველ ჯერზე უარს ამ ოპოზიციას.